აი 5000 კაცი რომ დაპურდა, ამისი დასტური გახდა სწორედ ის, რომ უდაბნოში 12 გოდორი, 12 მოციქულს ჰქონდა მოკიდებული. 5 პურიდან დარჩენილი 5000 კაცმა რომ 5000 კაცი რომ გააძღა, იქიდან დარჩენილი 12 გოდორი. და იოანე ოქროპირი ბრძანებს ერთ საინტერესო სიტყვას. იუდა მოციქულს მიმართავს და ეუბნება: ყველაფერი თუ დაგავიწყდაო, ის მაინც როგორ დაგავიწყდაო, მთელი უდაბნო რომ გოდრით გაიარე ზოგზე, ეს გოდორი რატომ გეკიდა, იმიტომ რომ გოდორი როგორი სატარებელია ხა სიგრილეში და უდაბნოს სიცხეში რომ ზურგზე მოკიდებულმა უნდა ატარო, გოდორი რომელიც სავსეა პურით, ეხა მოგეხსენებათ არ არის ადვილი, რომელიც უნდა გაფიქრებდეს, რომ საიდან მოვიდა ეს, რატომ კიდია ეს გოდორი ზოგზე, ეს მაინც როგორ დაგავიწყდაო, ეს ებრძანებს იოანე ოქროპირი. ასე რომ ღმერთმა მოგცეთ ძალა, ჩემო ძვირფასებო, რომ არასდროს არ დაგავიწყდეთ ის მოწყალება, რომელიც ღმერთმა ჩვენზე აღასრულა. არასდროს არ დაგავიწყდეთ ის მოწყალება ადამიანებისა, რომელთა მადლიერიც უნდა ვიყოთ ჩვენ სირბილე მყოფი ადამიანებისა. მადლიერების გზნობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.